კომერციული ბანკების მფლობელები ნიკა გილაურს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას თხოვენ ბანკირებს. დღეს პრემიერ-მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინიციატივით შეხვდა. საუბარია ბანკებში დაგირევებული ქონების რეალიზაციის საკითხზე. შეხვედრას ფინანსთა მინისტრის ესწრებოდა, რაც აცხადებენ მთავრობაში და რისთვის იქნება საგადასახადო კოდექსზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი. ლელა ციკლაური გიამოვთ. გარკვეული ტრადიცია გვაქვს კიდევაც ბანკირებთან შეხვედრის გარკვეულ პერიოდში ერთხელ წელი იწყება ახალი და პრემიერ-მინისტრთან ტრადიციული შეხვედრა ბანკირებმა წელს დააჩქარეს და პირველი რაც გილაურს მოსთხოვეს ეს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა იყო. საქმე ეხება 120 მილიონი ლარის იპოთეკით დატვირთულ პრობლემურ ქონებას. როცა იპოთეკას პრობლემა ექმნება და საბანკო პროცენტს ვეღარ იხდის, მის ქონებას საგადასახადო ლუქავს და გარკვეულ გირაოსაც უწესებს. ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში კი სარგებელს ჯერ სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს, შემდეგ კი ბანკები. კანონით სახელმწიფოს მიერ ყადაღადადებული საგადასახადო გირავნობა ყოველთვის პრიორიტეტულია. კოდექსის ეს მუხლი დღეს ბანკირებმა ნიკა გილაურთან გააპროტესტეს. პრობლემა არის დასაკუთრება დაგირევებული ქონების. სახელმწიფოს რიგითობა დღევანდელი არსებული კანონმდებლობით არის პირველი. ასეთი პროცესი პირობებში თუ გაგრძელდა და არაფერი ცვლილება არ იქნა შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივა არ იქნა, ჩვენ ვერ დავაკრედიტებთ. ძალიან დიდი რისკია ბანკისთვის, ამიტომ ვითხოვთ რომ მოიხსნას ეს. საგადასახადო კოდექსის შესვლის შესახებ ინიციატივა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეკუთვნის. ჩვენ შევძლებთ მივახციოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც რეალურად არ დააზარალებს არც ერთ მხარეს და იქნება პირიქით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული საბანკო სექტორისადმი და მთლიანად ბიზნესისადმი. ფინანსთა მინისტრი ქადაგიძის ინიციატივას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კი ამით არც ბიუჯეტი და არც ბანკირები იზარალებენ. თანხმობა კახა ბაიდურაშვილის მხრიდან ორ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ეს არის კრედიტების რაოდენობის გაზრდა და საპროცენტო განაკვეთების შემცირება. საუბარია იმაზე, რომ რაღაცნაირად გათანაბრდეს თავიანთ რანგში და უფლებებში ბანკის მიერ წარდგენილი იპოთეკა და სახელმწიფოს მიერ წარდგენილი იპოთეკა და ასე ვთქვათ, წინსწრებობა უფრო ზუსტად განისაზღვროს გამოვით. მათ შორის რიგ შემთხვევებში კომერციული ბანკების იპოთეკას ჰქონდეს უფრო უპირატესი ძალა, ვიდრე აქვს სახელმწიფო იპოთეკას. რაც მათ უადვილად უკვე ქონების შემდგომში გაყიდვას, თუ რა თქმა უნდა სესხი გაფუჭდა. გაყიდული ქონებიდან თანხის თანაბრად გადანაწილებას არ თანხმდებიან ბანკირები. მათი მოთხოვნით დაგირავებული ქონებიდან მიღებული ფული ჯერ იმან უნდა მიიღოს, ვინც რეგისტრაციის თარიღის რიგითობით პირველია. საფინანსო ინსტიტუტების მფლობელების თქმით, დაყადაღებულ ქონებას საგადასახადო გირავნობა კიდევ უფრო აძვირებს, რის გამოც ხშირად აუქციონები იშლება. ბანკების მფლობელები კი მაღალი რისკის გამო დაკრედიტებას ართულებენ. ესეთი დატვირთვით არსებული ქონება ყოველთვის იყო გაპრობლემებული, არ ხდებოდა მისი რეალიზება, ვინაიდან ყოველთვის არ ყოფნიდა იგი ორივე მოვალეს, ანუ სახელმწიფოსა და ბანკს. დასაკვირველია ეს რისკი იყო და ამ რისკის მინიმუმამდე დაყვანა მომავალში ძალზე დაეხმარება საბანკო სექტორს, უფრო თავისუფლად და აგრესიულად გავცემს სესხებს. ამისთვის კი აუცილებელია, რომ აუქციონზე გატანილ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა მოიხსნას. საგადასახადო კოდექსში შესატანცვლებებზე ბანკირებთან სპეციალური ჯგუფი იმუშავებს. საქმეში აქტიურად ჩაერთვება ფინანსთა სამინისტროც. ეროვნული ბანკის ინიციატივის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში საკითხი განსახილველად მთავრობის ხდომაზე გავა. ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს საკრედიტო პორტფელების ზრდას ბანკებში, გამარტივებას უფრო კრედიტების გაცემის და სავარაუდოდ ასევე ალბათ საკრედიტო განაკვეთის შემცირებას.